და სახში არის ძინავს გემრიელად მამიკოსთან ერთად. მოკლედ წავედით. ჯერ რბარა. დღეს ადრიანად გამოვედით. ადრიანად რა? 5 წუთი გვაქვს კიდე. ხო და მე მაქვს უსაშინლესი ალერგია, აი რა გითხრათ, თვალებს ვერ ვახელ, მაცემინებს. ეს ყურების ქავიზე და ცხვირის ქავიზე აღარა მაქვს საუბარი. დედიკომ რამდენჯერ დააცემინა და რაც ადგა მის მერე. რამდენჯერ? ორჯერ მარტო? მარტო ორჯერ დავაცემინე დედა? თუ ბევრჯერ. იმდენჯერ რომ სათვალავია მე. ეხაც მაცემინებს და არც ვაცემინებს. მისია პირველი წავიყვანოთ ევეკო სკოლაში. ხო? სკოლაში. გაღებულია, ნახოთ აბა თუ იქნება გაღებული. შენი აზრით? ჰა? ბატონო. ქალბატონო. როგორ ახარ ქალბატონო? გიხარია სკოლაში რომ ხარ? წავედი ახლა მე, კარგი? ხო არ გეწყინება? ხო არ გეწყინება რომ წავიდე? ნელა ბავშვებიც მოვლენ ახლა. არა, არიან ოღონდ უფროს კლასელები. ოჰო. იანიმ გადააგდო? კაი დე, წავედი. ტუნტულა, მიყვარხარ. ბაი. მისია პირველი შესრულებულია, ქალბატონი დავტოვეთ. ეხლა წავედით. ვიყიდოთ მე აქ სახლი დაუნგრევიათ. ღმერთო ჩემო. ნახეთ უბრალოდ. აქ იყო სახლი, ორსართულიანი. ძალიან ძველიც არ იყო, მაგრამ არავინ არ ცხოვრობდა. ნახეთ, ისე დაანგრიეს. როდის მოასწრეს დაანგრევა? ღმერთო ჩემო. ერთ პერიოდი მშენებლობა ძალიან გაჩერებული იყო საბერძნეთში და ამ ბოლო პერიოდში აი ამოქოქეს რო იტყვია. და ძალიან მაგრები არიან მშენებლობაში. აი მაგ. როდის მოასწრეს ამ სახლის დაანგრევა? არ ვიცი. წავედით, ახლა ვიყიდოთ ყავა. ცხად შორის ჩვენმა ერთ-ერთმა გამომწერმა სამწუხაროდ სახელი არ მახსოვს, ან კომენტარებს ყველას ვკითხულობ აბსოლუტურად. უბრალოდ ხვეც ჩემი ამბავი თავის დროზე ვერ პასუხობ ვერცერთს, მაგრამ კომენტარებს აბსოლუტურად ყველას ვპასუხობ და მახსოვს კიდევაც ბანანთან დაკავშირებით დამიწერა, რომ უზმოზეო ანუ კუჭი რომ მტკიოდა, თუ გახსოვთ ვლოგი რომ და გადაღებული კუჭი მტკიოდა იმ დღეს. და მაშინ მაგ ვლოგზე დამიწერა რომ დილით ესე იგი უზმოზე ბანანის ჭამა დიდად არ არის რეკომენდირებულიო და ნუ რა თქმა უნდა ყავა, ანუ რა ბანანზე მართლა არ ვიცოდი, აი მართლა. არა და ჩემთვის ყველაზე მეტად მეკომფორტულებაო რომ იტყვიან რომ დილით არა იქ დალია წყალი მიაყოლე ბანანი, იმიტომ რომ არაფერი მოსამზადებელი არ არის. უფრო მეტად გონება გადართული გაქვს ბავშვების მომზადებაზე. ბავშვების ჩანთების, საუზმის, ჩაცმა და ხურვაზე და რაღაცა ანუ მარტო ეხა კი არა, აი ადრე და ესე ადრე რომ იწერდა ადგომა, ესე ადრე ვერასდროს ვერ ვსაუზმობდი. ხო და როცა სამსახურში არ მივდივარ და სახში ვარ, ხო, მაშინ სულ ვსაუზმობ, ანუ რაღაც განსაკუთრებას არ ვჭამ, მაგრამ აუცილებლად ესე ლაითად ვისაუზმებ. აი მე რა მეშველება ამ ალერგიაზე არ ვიცი. ხო და როცა სახში ვარ, ხო აუცილებლად ლაითად სულ ვსაუზმობ. შანსი არა რომ არ ვისაუზმო, მაგრამ ბანანზე მართლა არ ვიცოდი.
არ ვიცი, იმ დღეს რამე მართა, ახლა არ ვიცი, ვერ გეტყვით. ბანანის ბრალი იყო თუ არ იყო თუ ეს რაღაც ფსიქოლოგიური მომენტი უფრო იყო ამდენი სტრესი და ნერვიულობის ფონზე კუჭის სპაზმი. მაგრამ ჩემთვის მაინც რაღაცნაირად ყველაზე ადვილი საუზმეა უცებ გაფურცქნე ბანანი შეჭამე, მერე გაძიგარეთ, რომ დატოვებ გოგოებს, იყიდე ყავა და შეიძლება კულური ვიყიდო. სიგნალი? შეიძლება კულური ვიყიდო, სიმიც რო ეძახიან, ეს თურქულის რო არის სეზამის მაცლები. ხო და ერთი სიტყვით ესეთი ამბები. წავედი, ახლა ვიყიდოთ ყავა. დღესაც არ ანუ ასე ადრე 7-ის ნახევარზე რო დგები. ადამიანი ხო ვერ საუზმობ და მომკალი ისე ადრიანად. წავედით ყავის საყიდლად. უნაირო ჩვევები რო გექნება ესე ადამიანს, გავქნათ. გრჩება და გრჩება. წლებია ესე ვარ, როდესაც ძალიან ადრე მიწევს ადგომა. სხვა არის ახლა ზოგიერთი გამოვიძინო, რო იტყვის და 11-12 ნახევრამდე არ დგება, ჩვენ არ გვაქვს მაგბედნიერება. ამიტომ წავედით ვიყიდოთ ყავა. დაწერია ესეთი რაღაც. Life is too short for bad coffee. მიყვარს ესეთ წარწერებს რომ ნახულობ ხოლმე. ავი ჭიქებზე. ხო და რას ვამბობდი და როდესაც ეს ადრიანად ადგომას ახალ მიჩვეული. არ ვიცი, ახლა არიან ადამიანები, ვინც ესე ადრე დგებიან და საუზმობენ. მე ვერაფრის დიდებით ვერ ვსაუზმობ. არიან ადამიანები, ვინც მოგვიანებით დგება, ნელა იმზადებს თავის ყავას, საუზმეს, მთელი რიტუალები აქვს. არსად არ ეჩქარებაც და შესაბამისად საუზმეც გამოდით სრულფასოვანი. როცა ესე ხარ გადარბენაზე, კი მართალია ეს არ არის. ესე ვთქვათ, ვერ ამართლებ ამით იმას შენ თავს. ყველანაირად უნდა მოახერხო, რომ ადამიანმა შენ ჯანმრთელობაზე იზრუნო და საუზმე მიიღო და ისე გახვიდე გარეთ, მაგრამ რაღაცნაირად რუტინული რო არის. ძილი თუთენია ადგომა, ჩქარა გადარბენაზე ყველაფრის გაკეთება, გაქცევა და უცებ ყავის ესე ყავას რო ხელს გააყოლებ. მერე ესე გიყალიბდება და გიყალიბდება. ბანანზე გავითვალის. და ვეცდები ვისაუზმო. მაგრამ ვერ დაგვირდებით. წავედ გაჩერება. ხალხო. დღეს დაახლოებით 7 საათზე? არა, 7 არ იყო ჯერ. 7-ის წუთებზე ალბათ იყო 6.1 მაგნიტუდის მიწის ძრა. კრეტასთან ძალიან ახლოს ირაკლიოდან 83 კილომეტრში თუ არ ვცდები და წინა კვირაშიც იყო 6.2. ოღონდ ცოტა უფრო მოშორებით იყო კრეტადან, ანუ კრეტას და როდოსის შორის იყო და დღეს უფრო ახლოს იყო. და ათენშიც იგრძნობოდა საკმაოდ ბიძგები. რამ წამოუარა ამ მიწის ძრებს ხო არ იცით? აღმართი ამოვიარე, დამცხა. მე გადავედი ფრედო კაპუჩინოზე კრემით. გამიკეთეს უგემრიელესი. რა თქმა უნდა, ყავა, მოაყოლეს წყალი უფასოდ 2.30. მშვენიერია ცხოვრება. ხომ ერთო ჩემო.
წარმოდგენა არა გაქვთ სამსახურში რამდენი საქმე მაქვს. მილი გასკდა მეორე სართულის იატაკს და პირველი სართულის ჭერს შორის არის სივრცე. იატაკი როგორ იქნება? მეორე სართულის იატაკი, პირველი სართულის ჭერი და დაახლოებით ესეთი სისქის სივრცე არის, სადაც მილები გადის და ის სულ დაიტბორა. პირველ სართულზე წყალი ჩამოვიდა. მეორე სართულზე ისეთი ნესტის სუნი დგას და ხო წარმოგიდგენიათ რა ამბობდა, რა სიტუეიშენი იქნება ეხლა. მაგრად მეზარება. Hai პოლიცია. დრო იყო მეცინება პოლიციის დანახვაზე კანკალი გამდიოდა რომ ჩამოვედი აქ ქართველები ისე გაშინებდნენ და ისე დღეში გაყენებდნენ ანუ გაყენებდნენ რა იმის ფაქტორად რომ ცოტა სტიმული მოეცათ პირიქით აქ რა გინდოდა რატო ჩამოხვედი არასოდეს არავისთვის არ მithქვამს, სხვათა შორის ახალი ჩამოსვლისთვის სულ იმას ვეუბნებოდი, რომ აი ნუ გეშინია, თავიდან რთულია, მერე ნელა-ნელა აეწყობი. არიქა პოლიცია სევიდა. არიქა არ დაენახო დაგიჭერენ. იმდენი წელი უსაბუთოდ ვიყავი. არასოდეს არანაირი პრობლემა არ შემქმნია. ნუ მეც ახლა თვალში არ ვეჩხირებოდი. ეხა უკვე რომ დავინახავ ხოლმე პოლიციას მეცინება ისიც არ მჯერა რომ საბუთები მაქვს და ლეგალურად ვარ. იმიტომ რომ ამდენი წლის მერე რაღაცნაირად აღარ გჯერა რომ საბუთი გაქვს. ჩემი აზრით ახალ ჩამოსულს იმის მაგრად რომ გული გაუხეთქო და რა თქინდოდა რომ მოდიოდი როდის ისწავლი რამეს და მსგავს რაღაცების თქმას პირიქით სტიმული უნდა მიცი. და უთხრა რომ არ უნდა შეეშინდეს. თავიდან კი რთულია, მაგრამ ყველა ვინ ჩამოვიდა არავინ არ ცოდა ენა. არავინ არ ცოდა გზაკვალი. ყველა მერე ისწავლა. ყველა მერე გაერკვა. უბრალოდ ერთადერთი განსხვავება ახლანდელ ჩამოსულებს და ძველ ჩამოსულებს შორის ისა, რომ მანამდე უფრო სხვანაირი სიტუაცია იყო. ანუ უფრო ნაკლები ქართველობა იყო, უფრო სამსახურები უფრო ხელმისაწვდომი იყო. ეხაცა სამსახურები განა არა. უბრალოდ დრო ჭირდება ახალ ჩამოსულს მით უმეტეს რომ რაღაც მისი შესაბამისი იპოვნოს, ასე რომ არაფერს არ შეუშინდეთ. ყველაფერი მოგვარებადია. თავარია ჯანმრთელობა და რაღაც მიზანი დაისახო ადამიანმა. ყველა ისწავლის ენას, გზას და ყვავს. ხო და კიდე მიწისძვრასთან დაკავშირებით, სხვათა შორის წინა კვირის მიწისძვრის შემდეგ ემელიკუნას სასწავლო განგაში. მგონი სწორად ესე უფრო არის. ანუ განგაშის სიგნალს ურთავენ თითქოს და მიწისძვრა და როგორ უნდა მოიქცენ ამ შემთხვევაში და წინა კვირის მერე უტარებენ ესე ინსტრუქტაჟს. რომ მოვიდა სახში დედაო ასეო რო დარეკაო ზარიო კირია დიექსნიტრიამო ქალბატონო დირექტორმა რო დარეკაო ზარიო და თანო სამჯერო რო დარეკაო ზარიო და გაიმეორო რო ძალიან მნიშვნელოვანია სხვათა შორის ამ უსაფრთხოების ნორმების დაცვას რო ასწავლიან და როგორ უნდა მოიქცენ და რა უნდა გააკეთონ და რაღაცნაირად თქვენც მესიაონა, იმიტომ რომ ახლა საბერძნეთი ისეთი ადგილია და ისეთი ქვეყანა
პირდაპირ სეისმურ ზონაშია. ნუ ათენიც საკმაოდ, მაგრამ უფრო ეს კორინთო, კრეტა და ეს ტერიტორიები ძალიან სეისმურ ზონაშია და გოჭიკჭიკებენ ბავშვები ხონდა იყვნენ მზადყოფნაში. ყავა მომიმზადეს არაჩვეულებრივი. როგორც იქნა მივდივარ სახლში. ისეთ თაღლილი ვარ. მაგრამ მიხარია რომ სახლში მივდივარ. არ მიხარია რომ ხვალაც მოსასვლელი ვარ სამსახურში ზეგაც ზედიზეთ. ისე დღე გამოშვებითა ვარ. საქმეს ესე სჭირდება. ხო და როდის რას მოვახერხებ არ ვიცი, იმიტომ რომ როგორმე უნდა შევძლო ეველიკუნას უნდა ვუყიდო ჭილოფის ქუდი ზეიმი აქვს 31-ში სკოლაში ჯინსის შორტი აქვს და თეთრი სუსუ თეთრი მაისური აქვს საყიდელი კიდე სუსუ თეთრი მაისური ჭირდება და ბოტასები რამოდენიმე აქვს და რომელიღაცას ავარჩევთ. თავარია ქუდი ვუყიდო. საიდან დაწახვიდე მაიკო, მოდი აქ დაწვიდე. ხო და ფისო. როგორ ახარ წამოწოლილი შენ? ფსიფსია. რა ლამაზი ხარ? რა საყვარელი ხარ? ხო და ევეკო უნდა წავიყვანო ყოველ მისის გარეშე მაღაზიაში, რომ ეს ქუდი მოვასინჯო. ამა შეხედეთ. მესიმერი გააქვთ? უი, გაგახვიძე. გოდიში. ღმერთო ჩემო. ანუ ევეკო უნდა წავიყვანო ყოველ მისის გარეშე მაღაზიაში, იმიტომ რომ უნდა მოვასინჯო ქუდი. არ უნდა ძრებოდეს თუ არა და რეზინა უნდა დაუმაგრო ეს. და წავედით სახლში. შია. ჩანთაში მქონდა. გუშინ ვიყიდე. სათხარი რატომ არ მიკეთია, ხო არ იცით. მეზარება ჩანთიდან ამოღება. ჩანთაში მიდევს. ზესუმზერის გოზინაყი. გუშინ გამოვიარე რუსულ მაღაზიაში და იქ ვიყიდე. ხო და ჩავაკნატუნე ცოტა. და თითქოს შიმშილის გრძნობაც მომიკლა. Oh my god. აი ცახში ცხელა. ზღვის ამინდია, ანუ ჩვეულებრივად წახვალ ზღვაზე ადამიანი. მაგრამ მე სახლში მივდივარ. სურა მოიყვანდა ევეკოს. ეხლა. ამ წამს მოიყვანდა ევეკოს და თავრეკა ერთი. მოვედი სახლში. ჭამე ცოტა. ევებევე მეცადინავს. დანი რა შვება და? დაიცი. საწინავს და? ჩახუტებული. და ევეს ბევრი აქვს სამეცადინად ძალიან. მოპაწკუნდა მოლი. ესენი მაგდას აწერი და ეს წასაკითხი. და ლექსი სასწავლი. ეს ბოლოს უნდა წავიკითხო. ხო, როცა თუ გინდა ჯერ ამებს დავწერ და ბოლოს წავიკითხებ. წავიკითხებ არა, წავიკითხა. მეცადინო. კერა გვაქვს 1 2 3 4 5. მარტო 5. ლექსი. ლექსი. მე წამოვწექი. ოკეი, მე წამოვწექი. თანევეს ვაკონტროლებ. მოვახერხე და გავირბინე პეპკოში, რომ ეყიდა ეველიკუნას ზეიმისთვის
ზედა და ქუდი და გაჩვენებთ ახლა. არაფერი ესეთი განსაკუთრებული, უბრალოდ მიხარია რომ მოვახერხე ყიდვა, ახლა დამრჩა ქუდისთვის რეზინი, წვრილი რეზინის ყიდვა. ქუდი არის აი ესეთი. ღირდა სულ რაღაც 4 ევრო ნახევარი. ესეთი ქუდი. ასევე მაისური, უბრალო, თეთრი, სადა. ეს ღირდა 2.30. გავასინჯებ, მე ვნახავ როგორ ექნება. ვიყიდე ასევე ესეთი ნასკი წინდა. რამდენი ცალი 1 2 3 4 5. ესე მოკლე ყელიანი მინდოდა და აღარ ქონდა, ანუ აღარ ერგება ისინი რაც ქონდა და მეთქი ახალს ვიყიდი, ბარემ თქვა 3 ევრო მივეცი. რა დღეში არიან. დანის უყიდე ესეთი ჩუსტები. ნახოთ, შეიძლება ესენი მოვაჭრა და ამის გარეშე ჩაიცვას როგორც ჩუსტი. ამაში მივეცი 3 ევრო. აი ვანზე რო გავა, ან რავი სახში თუ ენდომება ჩაცმა. და კიდე მინდოდა 5. ესეთი 5 ვიყიდე. ამაში მივეცი ევრო 80. მოცელეთ. ხო, ევრო 80. Hello. ესეთი 5. სწრაფად ჩამოვედი. სწრაფად ჩამოხვედი? ვაუ, მე ჩაგაცმევ და ვნახოთ როგორ გექნება და შენი ზედა და ეს. ქუდი, ურა!